დილამშვიდობის ერო და ბერო. ათი საათია. ლობიო დადგმულია. თუხთუხებს. ოთახები გუშინ დალაგებულია და ცოტა ხანი აყოფა. არ ვიცი რამდენად შორს იქნება ეს, მაგრამ ყავაზე მინდოდა ვიდეო ჩამეწერა. აი ესენი მტკივა ხალხო რატო? გეგონება კაი შტანგისტივით? აი ესენი. ეს და ეს. ძიმინ არა მიწევი. ზურგით არავინ მიზიდია. რატო მტკივა ვერ გავიდი? ეს ჩემი გოგო ჩემთან არის. ეს ხვლიკი ჩემთან შემოიპარა და სძინავ. არა სძინავ, ხა აპირებს. დაიცინე. სანამ ვიდეო დაიწყებოდა თმები შევიკარი, მაგრამ აი ალაგ-ალაგა მაქვს, რომელიც შორინას ნერვები არ აქვს. შევიკარი და მე მოდი. შევიკარი, ხა აქ რიცი რა ხდება ხალხო. აქ საოცრება ხდება. საოცრება იმიტომ ხდება, რომ დღეს ამაქვს უთოს დღე. ეხლა ვაპირებდი, რომ ეხლა გადავკეცავ რაღაცებს, რასაც ჯერ არ უნდა უთო და მერე უნდა. ეხლა ვაპირებდი, რომ სანამ მეთქი რა ქვია იმას. ლობიო გაკეთდება, მეთქი მეებს მოვხერხავ. მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ყოველთვის ესე გადავდებ ხოლმე აი ამას და მერე მავიწყდება. არ მავიწყდება, მეზარება. და ნენელა ემატება და გუში ერთი რაღაცა მაინტერესებს, აი მე გამოვთო ჯერ თუ არ მინდა უთო. ერთი რაღაც მაინტერესებს, მაშინ თემით დავკიდო. და არ უნდა დაკეცა, ფულესი. წინაზეც გავრეცხეს სარეცხი. აი, ჩემი სამსახურის სარეცხი კვირა დღეს გავრეცხე და დასასრუტით შემოვიქროლებ, იმიტომ ყრიჯის. და დავკიდე, ღამე მეთქი გაშრება კვირამდე და კაი ნიავი იყო და უეჭველი გაშრებოდა, უეჭველი და სადღაც არ საიდან წვიმა მოვიდა. გუშინ ხო 4ჯერ დავატრიალე სარეცხის მანქანა და ბევრი ერთი პირის სარეცხი ამეკრიფა, მარტო რაც გაშრა და ჩინი იყო ნესტიანი და სანამ დავწვებოდი, ადრე დავწექი, რომ დავიღალე გუში. სანამ დავწვებოდი, ცას გავხედე. ვამეთქი რა ხდება და არაფერი. შვენივრად ალაგ-ალაგ მშვიდობაში ვარსკვლავები იყო. რომელი საათი იყო, ბარბარე შემოვიდა. დევწვიმსო. ის უკვე შრებოდა რა. ეგ სარეცხი არ დამისველდა, მაგრამ დამინესტიანდა და ზოგი გარეთ ტახტზე მიყარია, ეხლა უნდა ან ზოგი შემოვიდა, ან ზოგს გავიტან ეს იოანესი არის. ეს გასაუთოებელი. გასაუთოებლებს აქეთ დავალაგე. ეს არის ერთ-ერთი იმ სუფრის ნახე პატარა, მაგრამ ვიყენებ ხოლმე გრძელმაგიდას რო ვშლი. ორი ფრთა ეშლება. ორივე ფრთას ვერ ავშლი ხოლმე, იმიტომ რომ იქ რომ მაცივარი დავდგით, გვიშლის, აი სტუმრები რო ყავს ხოლმე, ცალს ვშლი და ის რაც საფარია, არ ყოფნის ხოლმე ერთი ესეთი ადგილი და ესეთ პატარა იმებს ვიყენებ ხოლმე რა. ხო და ეს კვირები ხო სუდაბადების დღის ცენტრივითა მქონდა სახლი ხო და ამ სარეცხში უხვად შეხვდებით სუფრას. და კაი ესეც სარეცხი დაუთვება არ მინდა. აი ხლა რასაც ვაკეთებ. ამას უნდა უთო, მაგრამ სახლისა არის და სადაც ვაუთოებ, სადაც ვალაგებ, შეიძლება იქ ავწეწო ისე. არ გაგიკვირდეთ ეს მამალი ყივილს ასწავლობს და. ხო და მოკლედ ვალაგებ რა. სახლისა არის, ეგეც რო ჩავიცო ფიქრიც არა. ეს მინოშავარია და უნდა.
ერთი შეკითხვა მაქვს კიდე. ეს რაღაცნაირი შარვალია ბარბარისი ბარხატის არ იკეცება. როგორც არ უნდა სწორად გინდოდეს დაკეცო არ იკეცება. ერთი შეკითხვა მაქვს და მართლა მაინტერესებს ეგიდუნაშვილის ერა როდის არ მთავრდება ხალხო. გუში რომ დავწექი ცოტა ხანი მინდოდა რომ რაღაცეებისთვის მეყურებინა. აი რაღაცა სასიამოვნო რაღაცეებისთვის. შეიძლება აი რა დონეზე უნდა იყოს ეს უკვე ზაფხულისა. ყველა გვერდს რატო უდევ ერთი და იგივე. შერიგება რომელი მართლა ვარსკვლავი ეკავყავდეს რით ვერ დაიღალნენ მაინტერესებს აი ხალხი რით ვერ დაიღალეთ თუ ის არ დაიღლება. მართლა მაინტერესებს ეს ჩასადები ზაფხულისა. გეფიცებით აი მაინტერესებს სრული ინტერესით. იმ გვერდებს საერთოდ აღარ მიგდებს ხალხო რომ გამოვიწერე რაღაცა ისინი რო არა ქვია ეს მოგავთო იონე ხანგარით იცმევს ხოლმე და მოღრეცილია. კან ცემენტით რაღაცებს აკეთებენ, ხატვის რაღაცებს, რაღაცა ხელნაკეთნივთებს, რაღაცა სოფლის ვლოგებს. სად წავიდნენ ისინი ადრე რო TikTok-ით ერთობოდი ხოლმე, სად ჯანდაბაში წავიდნენ ისინი. სულ ყველა გვერდს ეგიდუნაშვილი რატო უდევ? აი გუშინ აი ხო იცი ეტაპზე რომ მიხვალ რომ ტელეფონი დაამტვრივ. რას მომტვრივდი, მაგრამ აი რით ვერ დაიღალნენ? რით? შეიძლება ეს ერთ მართლა ამოვიდა ყველში. კარგოდ განახი როგორ ამაქვს ჩემი ქალობა უნდა განახოთ. კარგოდ როგორ ამაქვს გაკიდული. ზოგადად ვატრიალებ ამოვატრიალე. ოღონდ ეს ესეთ არავი. აი როგორ მეკიდა მაგრად მაინტერესებს. ეს რა არის ქალ. ერთი იქით, ერთი აქეთ. და აი იმ პროცესში სულ მგონია რომ აი ბოლოში ფაროსანა უნდა იყოს და სულ მაჟრიალებს ხოლმე. მოკლედ, ყავასთან ვლოგი არ გამომივიდა რა. როგორც არ უნდა მეცადა ყავა დილას დავლიე თან რომ ლობიოს რეცხავდი და მაგის გამო ვერ ვქენ. ეხლა გავაჩერებ ამებს და ვაუთოვებ და მე ისე გავიწყებ დაკეცვას. ეგეჯობია თორემ მე მაგალითად რომ ვაუთოვებ ხოლმე ვიცი, აი საროჭკა შემხვდა, ცოტა ხო ისეთი დასაუთებელი გადავდებ ამას მერე და მერე სულ ესეთი ძნელები რჩება ხოლმე და ეხლა ცოტა ყავისწავლე აღარ ვაკეთებ მაგას. ანუ რაც ხდება ისინი და გავაკეთო რომ მერე ყველა რთული ერთად არ შემოხდეს. შარშან გახსოვთ ვიყიდე არ ვიყიდე. შარშან ვიყიდე შარშანში. შარშან ერთი ფუთა ფულეს ზედები ვიყიდე და ძირითადად სუსახში დავტოვეთ. სადღაც 40-მდე ამოვიდა. ზოგი გავაჩუქე, რამდენიმე გავყიდე. მაგებს ყიდი ხოლმე და არ იონის აღარ აქონდა. შარშანი ყოთ, შარშანიც. ხო და ეს შევინახე რომ სამსახურში ჩავიცმე მეთქი და იქ ხო ციო ეს ფულესია ნახე თან აქ და აქ სმეიკიანი ჯიბე და ორივე ესე რო ყოფ რა ანუ მთლიანი ჯიბე რო აქვს და სამსახურისთვის ის ვქენი რომ სამსახურისთვის შევინახავ მუქი ლურჯი ფერია და ფუმფულა ნახე ღუნღულა ერთოდ ეს შუქი კაი შუქია უნდა დავწესტო აი ეს არის კაი შუქი ღუნღულა ის არის და ერთხელ რომ ჩავიცვი სახში მივხვდი რომ სამსახურში ეს ცოდუა თან სამსახურში მაგ რაღაცეები აი ფაროსანა აი მე გამაჟოჟოლა მეზიზღება ატანა არა როარ აცუებდეს კიდე ხო ამოდი ჰაეთი გაგიშოგარი ხა როგორ არა სიამოვნე მიხდარის ამოეთრი აი მესანა აი გავიტანდა მოვა გავაფრიალე აი მე კარეთ აღწერა ბუთენას არ ეცხი ვიყავი გამაჟრიალე ხარ დავიდარ
რაიმე დღეს არ ვიცი რა იქნება, იქნებ საშპალიერიც დავიწყოთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დავიწყებ. თავი რომ მოვიჯიანოთ ერთ დღეში გავაკრავთ მაგას. მე რა კარგი იქნება და მე ერთ დღე ვანო მიეხმარება ალბათ და დაბლაც დააგებს და მე რომელიმე დღეს წავალთ და ვიყიდით სპალნას. მე მაგას სპალნაზე მე მგონი გითხრეს რომ მეორე დღეს მოიტანდნენ წინაზე იდვიდან და სადაც ამდენი აი ოქტომბრის ბოლოს სავარაუდოდ ყველაფერი უკვე უნდა ის იყოს რა. ყოველ შემთხვევაში ნაყიდი უნდა მქონდეს. ასეთი შემართება მაქვს. ძალიან გაგვეწელა. შაშანამ დროს ეს ოთახი უკვე დამთავრებული იყო. უი, ხო მართლა ისა, როგორ არ მოგბეზრდაო ყოველ წელსო რემონტიო. რა მოსაბეზრებელია. აი, ესეთ კომენტარს რომ მიწერენ ხოლმე, ჯერ მე არ მებრაზებ, გეფიცები არ მებრაზება, არანაირად. უბრალოდ ვფიქრობ, აი, რადონისის უნდა ვიყო. ეს სიტყვა რეგვენი მომეწონა. რეგვენი. რომ ჯერ გაიაზრე. ხო, მოსაბეზრებელია იმ მომენტში, რომ მთელი ზაფხული არის, სად რა შევჩურთო, ხო. მაგაში გეთანხმები. მაგრამ მაგ მობეზრებაზე არ მიწება. რავი, არა მოგიერთდა ლიტერატური წაიღეო რა. ან მაგას ხო, კაი. მართლა მომბეზრდა ის, რომ ნორმალურად ვერ გძინავ, ნინო რო ასე გადაიშხლართება ხოლმე და მივხვდები, რომ არ გადაუვარდე, მაშინ ვებღაუჭები ხოლმე საწოლს. მესმის ეგ. რომ აქ ჩემი ყველგან რაღაცები არის და ესეც არ ალაგდება, არც გარეთ არ ალაგდება, არც იონესთან არ არის დალაგებული ისე როგორც უნდა იყოს. ხო და ეხლა რომ უთხრა ამას, რომ ანგარიშის ნომერს ჩაგიგდება, ფული ჩამირიცხე, რომ ბარემ ერთიანად გავაკეთო რემონტი მეთქი, დავიჯერო მოეწოდება? აი მას რა გაუძლებს ამ ადამიანს, ვინც ეს დაწე, არ დამბლოკი ხარ არა. თუ გინდა ეხაც დაწერე რა. რო ნახავს მომავალ წლამდე თუ იქნება ჩემს არხზე რა, მომავალ წლამდე. და რო შეხედავს გარეთ რო ოთახის გარემონტებას დავიწყებ. გარეთ ზალის. აბა მაშინ გახდება ცუდად. მაშინ იქნება მძიმედ ძალიან. რავი, აბა რა ეშველება. ეხლა რატო გადავაყდი ამ მაიკას, შიდა ჩასაცველი, მაიკა არის ბარბარეს. შიდა რა გარეთულად ჩაიწვის ახლა მოკლებია. გადავრთათ ორთქლის მხარეს. ხო, ლაივის, TikTok-ის ლაივს რაც შეეხება, რატო აღარ შემოდიხარ ლაივში TikTok-ში. ვერა რა ხარ რა. TikTok ლაივში შემოდიო ხოლმე, ეხლა მაგალითად, როცა ვაუთოვებდი, როცა რაღაცას ვხატავდი, როცა რაღაცა, მაგრამ მე მივხვდი, რომ როცა ვაუთოვებდა TikTok ლაივში შევდივარ, ხო კომენტარებს წერენ, ეხლა რო აი წარმოგიდგენთ კომენტარები ადიოდეს, პარსუხს ხო ვერ გასცემა რა. ან და გაგეპაროს. მე არის ხოლმე რეაქცია ესეთი, რომ ჩემ კომენტარს საწუარად იკითხავ. აი, ეხლა რო აიქავ დგევარ, დაახლოებით 2 მეტრის იქით მით და ტელეფონი. ეხლა რომ მე აქ დგავარ. მე მიწევს ესა. წასვლა. ანუ აღმოჩნდება ხოლმე, რომ 1 საათი რო ლაივში ვარ სიტყვაზე. მაქვს ამხელას უფრო გაუთოვებული მარტო იმ 1 საათში. ხო და ხელს მიშლის რა. მიუხედავად იმისა, რომ ვერთობი ხოლმე TikTok-ის ლაივი ხელს მიშლის საქმიანობის დროს. იმიტომ რომ იქ ხალხზე კომენტარებით ურთიერთობ. ხო და ადრეც ავთქვი ხა მე ვიდეოს ვიღებ. просто ანუ ვიღებ ვიდეოს ისე რომ ჩემი საქმე არ გაფუჭდეს. ეხლა რომ მაგალითად როგორც ეხლა ხო არ გიყურებთ თვალებში და აბა კომენტარი ხო არ იწერება და რაღაც. ჩემს საქმესაც გააფუჭებს. იმიტომ ვერ ისავქენი დილით ადრე ვიდეო ვერ ჩავწერე, იმიტომ რომ არ მეცალა და
მართლა ხან არ მინდა ხოლმე რა რაღაცა რომ გასაკეთებელი მირჩემია გავაკეთო და მე წყნარად ჩავწერო ვიდეო ვიდრე მივაფუჩიეჩო ვიდეოს და ის საქმეს ასე რომ ხა მიუხედავად იმისა რომ დაბლავნა ჩავიდე და ლობიოს ჩავხედო და გადაუწურო საქმე და ისა წყალი და რაღაცა ეზომა კიდე მოსაგველი და კატეთვა ჭამე და მე რიწილებმა გაწეწეს ის მაგრამ საერთოდ არ შავდები ხა მომენტში რომ ვიდეოს წერ იმიტომ რომ რაღაცას ვაკეთებ ხო თქვენც ხომ ასე ხართ მაგალითად ეხლა დილა შორენა მომწერა როდესაც ლობიოს გავდი და რაღაცა რომ სათხარ გოგო რაღაცა საქმე მაქვს უნდა მიგაყუდო თქვენც ხომ ამ სიტუაციაში მიყურებთ ხოლმე რაღაცას რო ვაკეთებთ აი იგივე სიტუაციაში ხართ ხოლმე თქვენც მე რაღაცას ეს კარგა უნდა გავაუთხოვო რომ მე უფრო დამჭირდება და გავშლიოთ კუთხედად იყოს ყველა ხო თქვენც რომ მიყურებთ ხო თან საქმეს აკეთებთ ანუ თვალთვალში ხო არ გაყრილია რა ეგრეა ჩემს სიტუაციაც ზუსტად თან ამას არ ვაუთხოვებ ხოლმე მაგრამ აი თუ თოკიდან ეგრევე ჩამოვხსენი არ ვაუთხოვებ ხოლმე მაგრამ ივანეს გასასვლელათაც ვია ხოლმე ხან როცა ცივა და რაღაცა მოიღეჭა ბაღის ბავშვი ხო არ არის გაუშვა მე თვითონ აიღებს და ჩაიცნობს არ შეხედავს დღემდე მაგ ეგის იონეს ხო და მე რო ცოლს მოიყვანს ჩამოვიხსნი აი ამ საქმეს ეხლა რამდენმა თქვენგანმა გაიფიქრეთ ეგ კი არა შეიძლება ის დაგემატოს უსაქმეო მე ვიცი ერთი ახლობელი რომელიც უმაგასა კუნესის და წუწუნის ხო ახლობელი როგორ ნათესავი არ არის ხა მეზობელი არ არის ნათესავი არ არის ვიღაცა შეიძლება ჩამჯდარია და ელოდება რომ ვინმეზე რამე თქვა არა ვიცნობ რა იმის სარეცხსაც რო თვითის არეცხა მანეთ ბაზარი არ არის მაგრამ იყოს ახლა ნახოთ რა ვქენით თუ ვქენით ხო კუდაზე იყო შეკითხვა კუდასად არისო რო აღარ ახსენებ არა მას ახში ისე გარეთვე შეიცნობს დალაქული აშკარად მაგრამ კაი ზოგადად არის ხოლმე ესეთი რაღაცეები რა აი მაგალითად სიტყვაზე აი ამ ვიდეოში ვილაპარაკე უთოზე ანუ მთელი ვიდეო ვილაპარაკე უთოზე დაახლოებით აი რომ მოგესალმეთ და 2-3 წუთის მერე ვილაპარაკე უთოზე ისევ ამბობ სიტყვაზე და აი რა კაი უთოა ესა და ეს ბრენდია ესე აუთოებს ესე მოკლედ ისე სიტყვაზე ვამბობ რა რომ ძალიან ხშირი შემთხვევა ხოლმე ეგეთი რა და მინდა რომ ჯერ ვუთხრა ამ ხალხო ჯერ ვიდეოს ან ერთს ან მეორეს ან იმ პერიოდში ზუსტად კუდაზე იყო ლაპარაკი რა ის რა მოკლედ ეხლა ჩამოყალიბდე კითხვა მოკლედ ვილაპარაკე უთოზე და დავამთავრე და შემოვა მე ვინმე უბრალოდ ვიდეოს შეხედავს აუ რა კაი უთო არა ბრენდია როგორ აუთოებს რაღაცა ანუ ამით რა ჩანს რომ არ გიყურებია ვიდეოსთვის თან ზუსტად ეს ვიდეო თან არ ჩანსო კუდა არ ჩან ანუ საწყენად არ უთქვია და არც მე ვამბობ საწყენად უბრალოდ ერთი რაღაც უნდა გითხრათ ყველას რა ვისაც აი ალაგ-ალაგ რომ იყურებ ხოლმე და კომენტარს წერთ მე ხან პასუხს ვერ გწერთ რომ ბევრი ხართ არც ეგ პრობლემა არ არის მოგწერთ მაგრამ ესეთ რაღაცაზე პასუხს არ წერ ხოლმე მარტივი მიზეზის გამო იმიტომ რომ ზუსტად ან იმ ვიდეოში ვილაპარაკე იმ თემაზე ან იმის ვიდეოში იმის წინა ვიდეოში და რაღაც კუდაზე იყო ლაპარაკი რამდენიმე ვიდეოს წინ იმის ვიდეოს წინ
ნინოს დაბადების დღის ვიდეოშიც კი კუდა იყო ნახსენები და იმის წინა ვიდეოშიც და ზოგადად რო გადავდივარ იქითა ბაღში და რაღაცა ყოველთვის აღნიშნავ რომ აქ ჩემი კუდა იყო. ამაკ მარტო კუდაზე არ ალაპარაკი რა ზოგადად თემაა ხოლმე ეგეთი რომ ვიდეოს არ უყურებენ და იგივე რაც იმ ვიდეოში პასუხი უნდა გაქცეს ვიდეომ იმ კითხვას სვავ კომენტარებში. კუდა მომიკუდა. კუდას ხონა ლეიშმანიოზი. რომ მოკვდა ეგ რა ქვია დასკვნა თუ რაც არის რა ქვია მაგას დამავიწყდა აი უბრალოდ კორონამ ყველას დაგვიტოვა აი ეს რომ ვიცი რა სიტყვაც უნდა ვთქვა ვიცი მაგრამ ვერ ვამბობ დიაგნოზი ავიგე მერე იმიტომ რომ თურმე აღმოჩნდა რომ სოფელში რამდენიმე ძაღლი ყოფილა და იგივე დიაგნოზით რომელიც ეს გადააქ ყოღოს მე ხომ მიკვირდა რომ რა საიდან შეხვდა მეთქი ან საიდან რა დაემართა და ისიც თქვი რომ უბანში გარეთ ძაღლი დადის მეთქი მსგავსი ტიპის აკუცული და არ გამიშვი არც ის ძაღლი არ ყოფილა ჩემ კუდასთან თქო და რა დაემართა ხო თქვი და თურმე გადადის ყოღოსგან ანუ იქ ნაკმენი ყოღო იმილა ის ყოზე იმ ძაღლისგან ნაკმენი ყოღო მე დააჯდა კუდას და უკმინ და მომიკუდა მე-5 წელში რომ გადავიდა კუდა მაშინ მომიკუდა და მაგის გამო ვეღარ ვიღებ იმ გადაწყვეტილებას რომ მოვიყვანო ძაღლი ზუსტად იმ ვიდეოს ხო შეწერა სადაც ვამბობ კუდას მერე ვერ მომყავს ძაღლი თქოს გაზთან ვიდექი და ამ ყველაფერზე იქ ვლაპარაკობ რაღაცას ვაკეთებ და აქ მარტო ერთი მაგი არ არის რა თუ ხართ სიტყვაზე ჩემთან ერთად მე კომენტარებზე პასუხს გაგცემთ განა არ მეზარება და რაღაცა მაგრამ მე მებრაზება ხოლმე როდესაც იმ ვიდეოში სადაც კონკრეტულად იმ თემაზე ვილაპარაკე და იმ ვიდეოს ქვეშ იგივეს მეკითხებით მე ანუ ხო აი აღიქვით იცი როგორ ხარ ნუ გეწყინებთ აღიქვით აი ხარ გელაპარაკებით ჩვეულებ ვიღაცა რო გელაპარაკებათ რა აი ორ მეგობარ შორის რო ხდებოდეს ლაპარაკი და თქვენ რაღაცა მოუყვეთ და დაამთავროთ და იგივე რო შეგეკითხოთ იგივე მომენტია რა აი ხარ ჩავხედავ ლობიოს შორენასაც ვიდეო მოუსწროს სანამ ამომივარდება იქედან და მე კიდე შემოგიერთდებით უბრალოდ მინდა რომ ჩემ თავთან ვიყო მართალი და ეს საუთოებელი ცოტა მივასუსტო რომ შევძლო მოხერხვა იმ რაღაცეების ამ წუთას ის რაღაცა რას რისი მოხერხვაც მინდა როდესაც სახლში ხარ და დედა გქვია და რაღაცა ის მეორე ხარისხოვანი საქმე არის სამწუხაროდ მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის პროფესიაც არის და ჰობიც არის და მისით ვიყენებ და შემოსავლის წყაროა ის ჩემთვის მაინც აი როდესაც უთო გაქვს ის გადადის მეორე ხარისხოვანი სამწუხაროდ თუმცა საბედნიეროდ იმიტომ რომ სამწუხაროდ საბედნიეროდ იმიტომ რომ გაქვს საყვარელი საქმე რითიც ემსახურები შენ ქმარში ანუ იმას ვამბობ ეს მეზარება და ეს სული მაგით გავიქცემე აი ესეც მოვასუსტო ცოტა რომ ჩემს თავს მივცე უფლება რომ всё მანან ეხლა წადი და ისიც გააკეთე ისიც შენი საქმეა და გააკეთე და გავაკეთე ხვალ ბარბარე მიმყავ შოპ მარინაში ხვალ არის ახალი კოლექცია ხალხო მე გუშინ თქვენთვის არ მითქვია რომ სანამ
ქორწილისთვის რომ იყიდა. ხო და ჯერ ის რომ ისეთი სტილის კაბები იყოს, რაღაცა არა შემოდგომის და მოღლეტილ რაღაცა მაშინ და პიჯაკიც გეყიდა და იცი რა ხელა ფასიადიო და ხო და გავიარე და ვერაფერი ვერ შევარჩიე რა თან მარტო ვიყავი მაგით უფრო და ხვალე ბარბარე მყავს შოპ მარინაში ხვალე არის ახალი კოლექცია ზედახურა იქნება იქ იცოდეთ თუ ვინმე აპირებს პრობლემას ამიტომ არ ვაპირებ დილითვე წასვლას არც იმის არ მეშინია ეხლა გადამყიდველები იქნებიან და შეცვიდებიან და ყველაფერი საინტერესებელი ხარ კაი რა რაღაცას როგორ ვერ ვიყიდი რაღაცას ხო და იუკა უნდა ბარბარეს ჩვეულებრივ ორ ლარებში და სამ ლარებში რო იყო მაშინ ნახე იუკები და აი ახალ კოლექციაზე როგორ ვერ ვიყი თან მე რო ვიყავი იყო ზაფხულის რაღაცეები ხო გითხარით კიდეც ძირითადად და პიჯაკები ვერ მოვიხდინე იუკაბაზე რომ მეყიდა და ბალე რადგან მივდივარ გადავავლებ თვალს თუ რამე ვნახე ხო თუ არა და ივანეც დაპატიჟებულია ქორწილში ივანეც მოდის მელაშა და ივანე მივდივართ ქორწილში ხო და ფერსი არ აქვს ივანეს და ბაზრობაზე მაინც უნდა წავიდეთ აქ ხა დასაცაცვია აქ მაგრამ ისეთი არაფერი რომ კონდეს ქორწილისთვის და მე კიდე გასასვლელად რო იხმარ და მაინც უნდა წავიდე და ის ბაზრობა არსად არ გამექცევა ჯერი გადავავლებ თვალს ასე რომ ასე სულ მეკითხებით ხოლმე სად არის შოპ მარინაო ხა შოპ მარინა არის ორ ადგილას მე ვიდეო ხოლმე ისანს და დიდუბეშია მე მგონა ისანზე მეტროდან ვამოხვალთ უნდა წახვიდეთ ზემოთ მხარეს ან იქ რო გახვალთ გზაზე ნებისმიერს კითხეთ ნებისმიერი გეტყვით სადაც არის ან სანამ წახვალთ დაგუგლეთ ისნის შოპ მარინა იმ წამსვე ამოგიგდებთ გუგლი და ნახავთ მეტროდან საით უნდა წახვიდეთ ძალიან ადვილი მისადგომი გზის პირას მარჯვენა მხარეს დიდი ასოებით აწერია დიდი მაღაზია არის ცისფრად თეთრი ცისფერში არ არსებობს ომერიკო ადრე რო ვაუთოვებდი ხოლმე სარეცხა ძირითადად საროჭხებს ხოლმე სანამ პატარები იყვნენ ბავშვები და სახლის ტანსაცმელს იშვიათად ვაუთოვებდი ესეთი ფულეები ჰქონდათ ბავშვებს და გასასვლელებს რა და ძირითადად აი ეს ლაშას საროჭკები და შავლები იყო ხოლმე სასკოლე რო დადგეს სკოლაში სამსახურისები და სულ წვალობდი ხოლმე აი ამაზე დაუთოვებდი მე აღმოვაჩინე რომ აი ეს ადგილი აი ეს წინა მხარე აქვს საროჭკისთვის და ძალიან ადვილად შეგიძლია ეს გააკეთო. აი ეს. აი всё ნებისმიერ წერტილზე გავუსვი არსად არის. ანუ ეს უნდა ჩააცვა ხალხი. უნდა ჩააცვა საროჭყა აი ამას. ეს გავიქი სადაც 1 წელს წინ. სულ შემთხვევით TikTok-ზე ვნახე და ბატონო თუ TikTok-ი კაი არ არის. არის? როგორ არ არის? შენ როგორ გამოიყენე გინდა საუთოვებელი ისტორი გინდა ეგიდუნაშვილი იყო არა პრობლემა შენ თავარი როგორ გამოიყენე და როგორ განავითარებ ეხა მეორე მხარე ზედა მხრიდან არ ვაუთოვებ ამ საროჭეს იმიტომ რომ ეს უთო კი არა ეს ნაჭერი აპრიალდება და სულ ქვემოდან მხრიდან ვაუთოვებ იგივე საკეთ. მე ძალიან მივეჩვია ესე ურთქლით დაუთხოვებას, მშრალად ვერ ვაუთხოვებ ვერაფერს და მგონია რომ არაფერი არ ასწორდება მშრალად. აი ესე ხო ვიზა. ზურგს ხო იდეალურად, აჰა. გადაიჭიმა თუ არა ეგრევე?
ხო, ბაზრობაზე რო წავალთ ეხა, აი საქმეზე რაც გითხარით, მოვიყიდო საშრობი. აი გასაშლელი. ივანე რო დაიბადა და მაშინ ვიყიდე ის საშრობი, ეხლა გადავაგდე თითვის წინ. ხათრი დღა იდგა ხოლმე და დამჭირდება ეხლა რო უწვალობ და ლოშატკის ქვეშეზე ვაბავ, აღარ დავაბავ ეგრეთ. ლოშატკა ხომ მოცარიელდება ეხლა. შემოვზიდავთ ყველაფერს და იქ დავდგავ ხოლმე ძალიან ბევრი სარეცი ეწეოდა ხო ძალიან ბევრი ჯერ მარტო ნასკებისთვის იყო ხოლმე მისწრება რომ იქვე გადააკონციალებდი ერთზე აჰა всё ძნელი იყო ეს მეზარება ხოლმე საყელო რომ უნდა მოხსნა ხარსაც ისე ვაუთოებ და ეგა შემიძლია ჩავხედო ეხლა იმას ლობიოს წყალი იქნება გადასაწყვეტი ერთი საათი რო აუთოვო ხალხნო შვენიე ამას ჯიბი აქვს თუ არა მას ახლა შემოვიტანე მას ვეშორკას და იმაზე დავკიდე რომ ესეც გავაუთო ჯერამას გავაუთო მოკლედ წავედი ახლა რომ თქვენც საქმე გექნებათ ან უკვე მიყუდებულ პოზაში ვიყავი და ისინი ყურებდით და საქმეს აკეთებდით და თქვენც დაამთავრებდით უკვე საქმეს ეგ მინდოდა მე. გადაკეთეთ ალო. გადმოცვიდა ყველაფერი. შპილკას ვეძებ იმდენი ხანი გავინახე და ვერავინ. წავედი. აბა დროებით და თქვენით. კაი დღეს გესურვებთ ყველას.